მე მინდა ვისაუბრო ორმაგ სტანდარტებზე და ქართულ ყალბ დემოკრატიაზე, ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ ორიენტაციაზე. შედარებისათვის მინდა მოგიყვანოთ ესეთი მაგალითი. სტალინური ტერანიის პირობებში გამოიცემოდა მეგრულენოვანი გაზეთი, თანაც არაერთი. მაგალითად ყაზაყის გაზეთი. ქართველების კატეგორიული მოთხოვნით ეს გაზეთი იქნა დახურული და მისი რედაქტორი ისაკ ჟვანია იქნა დახვრეტილი. ასევე იმ პერიოდში გამოიცემოდა სოხუმში ლაზური გაზეთი ჭითა მურიცხი. მისი რედაქტორი იყო ისკანდერ წითაში. ის გაზეთიც იქნა დახურული და მისი რედაქტორი დახვრეტილი. რუსული ოკუპაციის პირობებში გალში გამოიცემა, ეგრეთ წოდებული მეგრულენოვანი გაზეთი. ეს მსოფლიოში ერთადერთი გაზეთია, სადაც მეგრულენოვანი ტექსტები იბეჭდება. ერდოღანის დიქტატურის პირობებში გამოიცემა ლაზური გაზეთი აღანი მურიცხი. და რა ხდება ამ დროს ქართულ სახელმწიფოში პროდასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში ლაზური, მეგრული, სვანური ენა არის განდევნილი და ეს არის სახელმწიფოს გააზრებული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მიზანია მეგრელების ძალადობრივი ასიმილაცია და სრული განადგურება. ლაზური, მეგრული, სვანური ენების წინააღმდეგ არის გამოყენებული მთელი სახელმწიფოს სისტემა. ეს არის ხალხთა კულტურული გენოციდი, ეს არის ქართული ყალბი დემოკრატია.